ჰაზან გვეგონა რომ ბიჭი მუშაობდა ის კი სისულელეებით იყო დაკავებული ასია ჯობდა არ ემუშავა და მე დამხმარებოდა მე სააგენტოში მივედი ის და მისი კოლეგა ქალი კი იქ შვილო განაგრძე დედა მე თარიქი სააგენტოში სხვა ქალთან გამოვიჭერე ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე რა იდიოტი ვარ ეს ყველაფერი არ არის გახსოვს ქორწილში ოქრო რომ მაჩუქეს ხო დედა თარიქმა ისიც მოიპარა ყველაფერი ბავშვისთვის შევინახე მისი მომავლისთვის მან კი მოიპარა ბავშვს წაართვა დედა მე საკუთარ თავზე არ მიფიქრია ჩემთვის არაფერი მინდოდა როგორ შეიძლება ადამიანმა შვილს რამე მოპაროს ის როგორ შეიძლება ბავშვს ასე როგორ უნდა მოექცე ასეთი არამზადა როგორ უნდა იყო სიმართლე როგორ უნდა მეთქვა მითხარი დედა მე შინოდა რომ ცუდად გახდებოდი და შენი გული ასეთ დარტყმას ვერ გადაიტანდა ამიტომ ვერ შევძელი მოსვლა და ყველაფრის მოყოლა მაგრამ ახლა თავი ვერ შევიკავე ყველაფერი გაგიმხილე რა იდიოტი ვარ რა იდიოტი როგორ ვენდე იმ არამზადას როგორ დავიჯერე მისი სიტყვები ვერ ვიტან საკუთარ თავს რომ ასეთი შეცდომა დავუშვი ყველაფრის მოყოლა მინდოდა მაგრამ ძლივს შევრიგდით და მეშინოდა ვფრთხილობდი არ მინდოდა შენთვის გული მომეკლა არ მინდოდა გენერვიულა დედა მართალი ხარ შვილო ხოჩახ მაგრამ ტყუილით რა მოიგე ჰაზან მაშინ ვერ რომ გეთქვა რამეს ვიხონებდი გაგეხმარებოდი შვილო ახლა რა მიიღე შვილო შეურაცხყოფა და ტკივილი საკუთარ თავსაც ვნებ და შვილსაც საკუთარ თავს შეხედე ჰაზან ვიცი ვიცი მაგრამ დედა ხო მაბატი Teşekkür ederim. დიდი მადლობა სიმგე. რეპორტაჟი შესანიშნავი გამოვიდა. ჯერა რომ მაყურებლებს მოეწონებათ. რა თქმა უნდა, დევერი აღფრთოვანებულია. დიდი სიამოვნება მივიღეთ. ოღონდ ძალიან დავიღალე. გადაღება მეტად დამქანცველია. კარგი ძვირფასო. მალე შევხვდებით.
Siz bir ara gitmiştiniz. სადღაც წასვლას არაპირებდით? Geri dönmüşsünüz. ასე მალე დაბრუნდით? Neyse. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? Bahar'cığım. ბაჰარ შვილო, Hayrola? რა დაგემართა? Öyle simsiyah. შავებში ხარ გამოწყობილი. Zayıf görünmeye გინდა რომ falan უფრო გამხდარი çalışıyorsun. გამოჩნდე? Zayıf görünmeye ამის ihtiyacım საჭიროება yok. არ არის აისუნ. Hatırlar არ mısın? ვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ Ama bugün დღეს ერთი ადამიანის დაბადების დღეა. öyle mi? მართლა? Kim? ვისი? Şeref. შერეფის? მამა ჩემის. Hani şu. ამ ქონების ნამდვილი მებადრონის. Asıl sahibi. ქონების, რომელიც შენ მოიპარე. Bir zamanlar. ეს წარსულში იყო. Evet bir ოდესღაც ყველაფერი მას ეკუთვნოდა. Ama artık. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. Üstüne. ახლა ჩემი დრო დადგა. Ayrıca. ამას ქურდობას ვერ დაარქმევ. სასამართლოს გადაწყვეტილებაა. Bugün için. ყველაფერი კანონიერად მოხდა. თუმცა იმასაც გაგახსენებ, რომ დღეს დაბადების დღეა იმ კაცის, რომელმაც საყვარელ ადამიანს დამაშორა. არ ვაპირებ ურჩხულის გამო შავებში გამოვეწყო, რომელიც მე მუქრებოდა და დამცინოდა. იტყუები, რას აკეთებ? მამა ჩემი ესეთ რამეს არ იკადრებდა, არ მჯერა. ხომ არ გაგიჟდი? ბაჰარ, ეს რა ისტერიკაა? ბაჰარ. ბაჰარ, ხო დამშვიდი, კარგი? დამშვიდი. აისონ ჰანიმ. ჰარუნ ბეი რომ არ გეწოდებათ ცხადია, მაგრამ არ შეგიძლიათ პატივისცეთ თქვენს მგლოვიარე გერს. საშინლად იქცევით. უსინდისოდ და ამაზრზენად. ამას უყურეთ. ვიღაც მძღოლი ჭკუას მარიგებს. გასაგებია, რომ მას ყველად არ იცავ. გინდა რომ ბაჰარის თვალში სამართლიან გმირად გამოჩნდე, შერეფ. შენი ადგილი იცოდე. არ დაგავიწყდეს. ჩემი ადგილი ვიცი, მაგრამ უფლებას არ მოგცემ. ასე გულცივად მოექცე გოგოს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მამა დაკარგა. Öyle mi? მართლა? Ne yaparsın? მაინც რა სიზამ? Ben. იმას ვიტყვი, რაც მომინდება. და როცა მომინდება, Konuşurum şey. შერეფ. Hadi. სადე და ხელი შემიშალე. ჩათვალეთ რომ გაგთხილებთ. ნუ გავიწყდებათ რომ მოთმინებასაც საზღვარი აქვს. თუ ასე განაგრძობთ, გიჩვენებთ ამ შემთხვევაში რა ხდება ხოლმე. იმედი მაქვს გონს მოხვალთ და ეს არ მოხდება. ამის დიდი იმედი მაქვს. დაფიქრდით. ნუ მეუხეშები, შერეფ. Şeref. შერეფ, წამოდი, მორჩა. Tamam Şeref, sakin ol. მამა დარღირს. Değmez buna. წავიდეთ. Demircim, დემირ, საყვარელო, iyi ki როგორც იქნა. sen ვარ ვიცი ამ კოშმარს როგორ გადავიტანდი. Gerçekten bilmiyorum.
söyleyeceğim. მითხარი, მადლობა, რით გადაგიხადო. გულწრფელი იყავი აისუნ. მოვჭით ღუილებს. Çok tatlı. რა საყვარელი ხარ. ბაჰარ. ბაჰარ, ყველაფერი რიგზია? İyiyim Şeref. არაფერი მიჭირს, ნუ დარდობ. Ayrıca მადლობელი ვარ, რომ აისუნ საკადრისი პასუხი გაეცი და თავისი ადგილი მიუჩინე. ბაჰარ, არაერთხელ გითხარი, რაც უნდა მოხდეს ყოველთვის შენ გვერდით ვარ. ძალიან გთხოვ, მოფიქრობ, რომ მარტო ხარ და არავინ დაგეხმარება. Şeref çok sağ ol. კარგი შერებ, მადლობელი ვარ. Şimdi თუ ნებას მომცემ დავისვენებ, კარგი? რა თქმა უნდა, დაისვენე. დედა, მოყოლას ვაპირებდი, მაგრამ ვიფიქრე, რომ ყველაფერს თვითონ მოვაგვარებდი. რასაც ყენია, რომ თარიქი ასეთი უსინდიცო და არამზადა აღმოჩნდა. მაბადია, ხელფეხი შეკრული მქონდა. არაფრის თქმა არ შემეძლო. მაინც უშედეგო იქნებოდა. შვილო, ოსჯანთან დაკავშირებით რა ხდება? რატომ იმალავს საყვარელო? დედო, გთხოვ, რა მაქვს დასამალი? ოსჯანი თარიქს ძალიან კარგად იცნობს. მას ჩემი დახმარება და მხარდაჭერა უნდოდა. ჩვენ შორის არაფერია მეგობრობის გარდა. გეფიცები დამჯერე, დედა. კარგი შვილო. მაგრამ თარიქი რატომ ამბობს, რომ ოსჯანთან ღალატობ? ეს როგორ შეიძლება? წეული იყოს ის იდიოტი. დედა, ამით საკუთარი დანაშაულის დაფარვას ცდილობს. ასეთ ხერხს მიმართა. როგორც კი გაირკვა მისი და ესენის ურთიერთობა, ჩემი დადანაშაულება სადა. ხო, რა თქმა უნდა. თარიქს სხვაც თავისნაირი გონია. ახლა მისი აზრები ჩემთვის ცხადია, შვილო. მის ადგილას შემწხვებოდა. როგორ შეიძლება შენთან მოსვლა და ჩემი დადანაშაულება? იცი, ოსჯანმა ამ მდგომარეობაშიც კი არ მაქცია ზურგი. ის ჩემს დაცვას აგრძელებდა. თარიქს კი ეს არ მოეწონა. აქ მოვიდა და გამაგრდი, დედა. თარიქმა ოსჯანი დანით დაჭრა. რა? დანით დაჭრა? ხო, ამიტომ ვრჩებოდი ოსჯანთან. ეს ჭრილობა თარიქმა მიაყენა. ხაზან. შვილო. არ მკითხო. წარმოიდგინე, მაღაზიიდან დავბრუნდი. სახლში შევედი. ელფინი კი უგონოდ იწვა. გრძნობაზე ვერ მოვიყვანე. საავადმყოფოში წამოვედით. ახლა ექიმების ხელშია. საწყალი გოგო. რა საშინელებაა. ეს როგორ მოხდა? ჩემი საყვარელი გოგო. გმადლობ, სერფი. დიდი მადლობა. გეფიცები არ ვიცი. ყველაფერი ისე კარგად იყო. როგორც იქნა დამშვიდდი. ახლა კი უბედურება თავიდან დაიწყო. არ მესმის. ალბათ თვალი მეცა. იმედი ელფინი კარგად გახდება. სასწაულის იმედი მაქვს. რა თქმა უნდა. კარგი. გმადლობ. ნახვამდის.
ღმერთად ჩემო. საყვარელო, ასეთი ამბები მოხდა შენ კი დედას უმალავდი. ჩემო ძვირფასო, რამე რომ დაეშავებინა. ღმერთმა დაგიცვათ შენ და შენი შვილი. ხაზან, ღმერთს მადლობა რომ შენ და ბავშვი ჯანმრთელად ხართ. მაგრამ შენ გამო უდანაშაულო ბიჭს პრობლემები აქვს შვილო. ხაზან, აქ ნუ არ გავჩერდებით. არ შეიძლება შვილო. სახლში მივდივართ. ათექი წამოდი. წამოდი შვილო. კარგი დედა, რა თქმა უნდა. წამოდი შვილო, წამოდი. წამოდი. შვილო, საწყალო ოჟჯან, იმუნომუსომ დაგჭრა. როგორ ხარ? იმედია თავს კარგად გრძნობ. დიახ, უკეთ ვარ. ძვირფასო ოჟჯან, მოვედი, გიყვირე, გაგკიცხე. მაპატიე შვილო, გთხოვ. თურმე ჩემ შვილს ეხმარებოდი, მე კი წაგეჩხუბე. ამ მდგომარეობაშიც კი საწინააღმდეგო არაფერი მითხარი. ყველაფერი ჩუმად აიტანე. გმადლობ საყვარელო. არაფერია გონულხანი. მადლობას ნუ მიხდით. არ ღირს. ოჯან, მე და დედა დარდმა დაგვაბნია. გვაპატიე, გთხოვ, საავადმყოფოში წავიდეთ. არა, ყველაფერი რიგზია ჰაზან. საავადმყოფოში წასვლა არ არის საჭირო. დეიდა გონულ, ჰაზანი უდანაშაულოა და მასზე ნუ გაბრაზდებით. შვილო, ჰაზანი დროები დაივიწყე. მოდი იქიმთან წავიდეთ. ცუდად გამოიყურები ოჟჯან. არა, კარგად ვარ. ოღონდ ცოტა დავიყალე. მალე გამივლის. ოჯან, ნუ ჯიუდობ. საავადმყოფოში წავიდეთ, რომ იქ იმაჭრილობა ნახოს. ჰაზან, ისედაც უამრავი პრობლემა გაქვთ. წადით. ყველაფერი რიგზია. წადით. დედა, წასვლის დროა, წამოდი. ოჯანს ვერ დავარწმუნებთ. მას კარგად ვიცნობ. ნახვამდის. ჰაზან, ბიჭის გამო ვდარდობ. მაგრამ კარგი, სახლში წავიდეთ, წამოდი საყვარელო. ესეც ასე. ძალიან კარგი. ო ჰაზან, ესე იგი, თარიქი შეიშალა, მოვარდა და მეგობარი დანით დაჭრა. ეგ არ ამზადა. მე კი ვერაფერს გავიგებდი, რომ ხმის ამოღება არ დამეძალებინა. ჰაზან, ძვირფასო, როგორ შეგიძლია ასე იცხოვრო და გარისკო? არ მესმის. დედა, არ მეგონა, რომ საქმე ასე შორს წავიდოდა. შენი ჩარევა არ მსურდა. რას ნიშნავს არ გსურდა? მე ხომ დედა შენი ვარ, შვილო. ჰაზან, როცა პრობლემა ქონდა, ოდეს მე უარი მithქვამს. დედა, გთხოვ, დამშვიდდი. დაჯექი. რას ამბობ? ყოველთვის ჩემ გვერდით იყავი და მფარველი ანგელოზივით მიცავდი. ყოველთვის ასე იქნება, შვილო.
ხაზან გთხოვ, ჩვენ შორის დაფარული არაფერი იყოს. გაიგე, რას გეუბნები, გაიგე. პირდები, არაფერს დაგიმალავ, დედა. ხაზან, მისმინე. იქნებ კიდევ რამე მოხდა და რამე არ მითხარი. არა, დედა, ნუ დარდობ. ასე არ ეფიქრო, არაფერი დამიმალავს. კარგი შვილო. კარგი. დაიმახსოვრე. თუ რამეს მიმალავ და მოგვიანებით გავიგებ. ძალიან გავბრაზდები. დედა გეფიცები. არაფერს დაგიმალავ. ღმერთმა ქნას შვილო. იმედია დანაპირებს შეასრულებ და მსგავსი რამ აღარ გამეორდება. არა შვილო, არა. მას უნდა გაეყარო. სასრაფოდ დაშორდე. თარიქი ახლოს არ უნდა მოგეკაროს. გავშორდები, დედა. საკუთარ თავსაც და შვილსაც ვიხსნი. დემირ ძვირფასო. ყველგან გეძებდი. სად იყავი? თავი ამტკივდა და წამლის მოსატანად გავედი. გარეთ რა გინდოდა? ტკივილ გამაყუჩებელი სახლშიც გვაქვს. ასე ძალიან გტკივა? არა, თითქმის გამიარა. იცი დემირ, დროთა განმავლობაში ჩვენ შორის ყველაფერი მოგვარდება. ყველაფერი ხომ თან და თან ხდება. მე და შენ ერთმანეთს დავეხმარებით. გვერდში დავუდგებით. ვიცი. ახლა გიჯერს. რძნობები ერთ დღეში არ იცვლება. ვიცი, ჩემ შესაყვარებლად დრო გჭირდება. მაგრამ ყველაფერი გამოგივა, დემირ. ყველაფერი. მართლა? ფიქრობ გამოგვივა? რა თქმა უნდა, დემირ. მართალია ამას უარყოფ. არ აღიარებ. მაგრამ მე და შენ ერთმანეთისთვის ვართ დაბადებული. დემირ, ფიქრობ ის ადამიანი ვარ, რომელიც ცალმხრივ სიყვარულს შეეგუება? არ დაგელოდებოდი, მაგრამ ჯერა რომ შემიყვარებ. აინახავ, დემირ. ყველაფერი შეიცვლება. ერთადერთი რამის გარდა შენზე უარს არასდროს ვიტყვი. დაგელოდები, როდის მოხვალ ჩემთან გაღიმებული. ჯერა რომ ეს დღეც დადგება. როგორც გინდა აისუნ. ეს შენი ცხოვრებაა. თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე მელოდე. არავის ენდო და არაფერი ვამბო. თუ მამა შენის მუკულელის პოვნა გინდა, მხოლოდ მე მომისმინე. მხოლოდ მე. ის მეგობარი ვარ, რომელსაც დახმარება უნდა. ვინ არის? თითქოს მითვალთვალებს. ვინ არის ასე ახლოს, რომ ჩემი დანახვა შეუძლია? თუ მამა შენის მკვლელის პოვნა გინდა, საყვავილის ქვეშ შეიხედე.
Buralarda bir yerlerde. სადღაც აქ უნდა იყოს. Kimse მეუბნები რომ არავის ვენდო, მაგრამ შენ როგორ დაგიჯერო? çıkarsam თუ გავალ ალბათ დამინახავს. ხაზან, დაურეკე იმ ნაძირალას. მიდი დაურეკე შვილო. დაურეკე. თარიქს? ხო. მიდი დაურეკე. მოვიდეს პარკში შევხვდები. Anne. დედა, რას ეტყვი? რამეს ვეტყვი? მიდი დაურეკე შვილო. დაურეკე მაგ სადაგელს. Sakın benim burada olduğumu da söyle. ოღონდ არ თქვა რომ შენ გვერდით ვარ. ვითომ მარტო ხარ და მასთან პირისპირ გსურს ლაპარაკი. მოვიდეს. Gelsin o. Tarık. თარიქ, Şimdi რას აპირებ? Ne düşünüyorsun? მოიფიქრე? მათ მოსვენებას არ მივცემ. გეგმა მაქვს. Boş bırakma სწორია. tabii. Ama iyi bir მაგრამ დაგეგმე. doğru yapan biri. ყველაფერი აწონდაწონე. ჰაზანია. გისმენ? ალო თარიქ, სახლთან რომ პარკია იქ მოდი. უნდა ვილაპარაკოთ სასწრაფოდ. ჩემთან ლაპარაკი გინდა, ჰაზან? რა მოხდა? კუთხეში მიგიმწყდიეს? მაგარია. დაცინვას მოვჭი. მოხვალ თუ არ დაგელოდო. კარგი, მოვალ ჰაზან ჰანიმ. თუ რამე გაქვს სათქმელი მოგისმენ. Tamam, ხო, güzel. პარკში დაგელოდები. კარგი. Ne dedi? Ne რა გითხრა? რა ენდომება? ბოდიშს მომიხდის, დამიჩოქებს კიდეც. გეფიცები დამიჩოქებს ესენ. ამ შემთხვევაში აპატიებ? თუ შემევედრება და ბოდიშს მომიხდის, შეიძლება ვაპატიო კიდეც. Kesin რა თქმა უნდა აპატიებ. თავმოყარეობა არ გაქვს. kafasız. უნებისყოფო. Bir affetme. აპატიებ, აბა რა სიზამ. Tüh senin kalıbına. დედა, ახლა რას ვიზამთ? yapacaksın şimdi? შვილო, დამშვიდდი. Sen burada სახლში დარჩი და დაისვენე. მე კი თარიქ ეფენდის დავლაპარაკები. Annem. დედა, Annem bak şimdi. სისულელების ლაპარაკს დაიწყებს, გაბრაზდები და შენმა გულმა რომ ვერ გაუძლოს, ნუ წახვალ. ნუ გეშინია, არაფერი მომივა. დედა, ამას ახლა ამბობ, მაგრამ ხომ დაინახე იმ შეშლილ მოუჯანს რა გაუკეთა. ის დანით დადის. დედა, შენც რომ დაგჭრას? შვილო, ნუ დარდო. ვერაფერს დამიშავებს, გასაგებია. შენ აქ დამელოდე. მე კიდევ ველაპარაკები. არა, მე შენთან ერთად წამოვალ. ხაზან, შვილო, ორსულად ხარ. შენ დარჩი.
მე კი წავალ და დაველაპარაკები. ყველაფერი მარტივია. არა დედა მე წამოვალ. ჰაზან, სახლში დარჩები შვილო. გაიგე? რამდენჯერმე ნუ მომეორებინებ. დავიხალე ამდენი ლაპარაკით. სულ რატომ ეკამათები? ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.